მიტოვებული სუპერმანქანები. დუბაიში მიტოვებული სუპერმანქანების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და მოულოდნელი მოვლენაა, რომელსაც აქ შეხვდებით. დუბაი არის ქალაქი, სადაც ადამიანები ხშირად ფლობენ მაღალი კლასის მანქანებს, როგორიცაა როლს-როისები, ფერარები, ლამბორჯინები. თუმცა რაც ყველაზე ამაო და გაუგებარია, ეს არის ის, რომ ყოველწლიურად უამრავი ძვირადღირებული მანქანა მიტოვებულია ქალაქში. მიზეზი, რის გამოც ხალხი ტოვებს საკუთარ სუპერმანქანებს, ძირითადად დაკავშირებულია ფინანსურ პრობლემებთან. ბევრ ადამიანს, რომელიც ცდილობს მდიდრული მანქანების ფლობით თავისი სოციალური სტატუსის დემონსტრირება მოახდინოს, რთულად შეუძლიათ მათი შენარჩუნება და ვალდებულებების შესრულება. როდესაც ისინი ვერ ახერხებენ გადასახადების ან ხარჯების დაფარვას, მანქანებს უბრალოდ ტოვებენ. დუბაიში ძალიან ხშირად ხდება, რომ მდიდარი პირები მანქანების ყიდვის შემდეგ თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამო მიატოვებენ მათ აეროპორტებში, ავტოსადგომებსა და ქუჩებში. ყოველწლიურად ქალაქში დაახლოებით 2000-3000 მიტოვებული სუპერმანქანაა, რაც ამგვარი მოვლენის ფართოდ გავრცელებას უჩვენებს. გარკვეულ შემთხვევებში, როცა მძღოლები ვერ ახერხებენ საფასურის გადახდას, ისინი თავიანთ მანქანებს უბრალოდ ტოვებენ ნებისმიერ ადგილას. ხშირია შემთხვევები, როცა მანქანები პირდაპირ აეროპორტის პარკინგზე ან დუბაის გარეუბნებშია დატოვებული. ეს ფაქტი დუბაიში აღიქვება როგორც ეპიდემია. მიტოვებული მდიდრული მანქანების რაოდენობა თანდათანობით იზრდება, რაც შეიძლება აიხსნას ქალაქის მდიდრული ცხოვრების წესით, სადაც სუპერმანქანები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მათი შენარჩუნება ბევრისთვის ძნელი ხდება.